მამა ყოველთვის ესწრებოდა თამაშებს თქვენ როცა თამაშობდით. თავიდან ესწრებოდა რა და მე რო დაინახა რომ შენ შვილს შეიძლება აგინონ კიდევაც თუ რამე არასწორად გააკეთე და ცუდად გააკეთე მე გადაწყვიტა რომ ჯობია სახლში ტელევიზორში უყურო და აი ეს გინება და ეს უწმაწური სიტყვები მაშინაც იცოდნენ ხოლმე სტადიონზე მოთამაშეებს აგინებთ რა კი რა თქმა უნდა ისვის ზოგჯერ ისეთი რაღაცებია რომ მილიონჯერ ყოფილა რომ თამაში არ მიდის და სტადიონზე სიჩუმეა და მით უმეტეს მაინც ვიღაცა თუ დაიყირა თან სახელი თუ თქვა ვიღაცის შენი დედა შენი ის რა თქმა უნდა ისმის და კი ყურადღებას ვითომ არ ვაქცევდით მაგრამ მაინც რო ხდება ყურში არ არის სასიამოვნო ხო არ მით უმეტეს ახლა მშობლისთვის ძალიან რთულად აღსაქმელი მშობლისთვის მით უმეტეს ხო ეხლა ზიხარ თქვა გარშემო და დედას გაგიდებენ რა სასიამოვნო ხო ნათქვამს გავთ ხალხს ძალიან უყვართ მაგრამ ცუდად თუ ვითამაშებდით ჩვენი წილი გინება რომ ჩვენი იყო ვიცოდით ო დაუნდობლები ვართ ხოლმე ხო ადამიანები ერთ დღეს შეგვიძლია ზეცაში ავიყვანოთ ადამიანი და მეორე დღეს გავლანწყოთ ერთი ეხლა გვარდა სახელს არ ვიტყვით ძალიან ცნობილი გულშემატკივარი იყო რომელიც უბრალოდ თავის თავს ვერ იკავებდა რა არ უნდოდა მაგრამ გაგინებდა რა და მაგრა ძმაკაცობდა დათო ყიფიანთან და რახან მე და დათო ახლოს ვიყავით ძალიან ჩემთანაც ძალიან ახლოს იყო და თან მოდიოდა ჩვენთან ბაზაზე თუ ხო გაგინებდა და მეორე დღეს მოდიოდა ბაზაზე და ერთხელ შევეხვეწეთ რა ეხლა სახელს კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვიტყვით რომ კაი რა ნუ გვაგინებ რა გესმის ყველაფერი და შენგან არ გსიამოვნებს დაიფიცა აი დედა მამა ყველაფერი და არავო всё ყმას არ ამოვიღებ მეორე დღეს თამაშია აი ზუსტად ეგ სიტუაცია რომ თამაში არ მიდის რა სიჩუმეა და მესმის ვოვა შენი დედა და ხმაზე ხო ვიცანით ეს ну უბრალოდ ეხლა გულშემატკივარია და სტადიონი ისეთი რამეა იმითია კარგი სტადიონი რომ შენ ემოციებს თავისუფლად იმას იზავ და ну მოზდის ეს გინება გაგინოს რა მოხდა ეხლა მაგის